პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით ხარიბაშვილი მართავს შეხვედრას, როგორ აფასებთ ამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ვიზიტი და აქვე გითხავთ იმ დაპირისპირებაზე, რომელიც უძღვოდა ამ ვიზიტს პრემიერსა და პრეზიდენტს შორის. საბოლოოდ ეს დაპირისპირება გადაწყდა იმით, რომ პრემიერი წავიდა გაეროში. როგორ აფასებთ თვითონ ამ კონფლიქტსაც, რომელიც წარმოიშვა ვიზიტთან დაკავშირებით? კონფლიქტს უაღლესად უარყოფითად ვაფასებ პრემიერის და პრეზიდენტის, რომ ესა ძალიან არასასიამოვნო მოვლენა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვთვლი, რომ ამის დაშვება აქამდე მე საქმის მიღწევა არაფერ არ შეიძლება. მე როგორ ვაფასებ, ალბათ გადამწყვეტი არა აქვს, მნიშვნელობა არ აქვს ამას, როგორ ვაფასებს მაგალითად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი უფრო მნიშვნელოვანია, ხო? ისინი ამას ბავშვურ თამაშებს და სასაცილო მოვლენას უწოდებენ. რაც თავისთავად ქვეყნის იმიჯზე უაღრესად უარყოფითად მოქმედებს. აქამდე ვიმეორებ, აქამდე საქმის მიღწევა არ შეიძლება. რაც შეეხება გაეროში პრემიერის ვიზიტს, ეს ჩვეულებრივი მნიშვნელოვანი და საჭირო მოვლენაა, მაგრამ ჩვეულებრივი. და აი ისეთი მნიშვნელობის ვიზიტი არ იყო, რომელიც თქვა ხირდა აი ამ არასასიამოვნო სკანდალით. და ვიზიტს რა შეიძლება ჩვეულებრივი ვიზიტია, ახლა ესეთი არაფერი განსაკუთრებული საქართველოს საკითხის განხილვა არ ხდება, თქვა და საეტაპო მნიშვნელობის არ არის. მაღალი დონის ვიზიტია, საჭირო ვიზიტია, ნაყოფიერი იქნება ალბათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არის რაღაც ისეთი ბედისწერის ვიზიტი საქართველოსთვის და გადამწყვეტი. მინდა გითხრათ პროკურატურის გადაწყვეტილებაზე, უпроსეს სასამართლოს შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც დააყადაღა მიხეის პროკურატურის გადაწყვეტილებამდე მაშინ ამ წინაც შეკითხვას ერთ რამეს დავამატე. მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკურ ელიტას აფიქრება მართებს. კონსტიტუცია არის ბუნდოვანი, თავიდანვე არის შექმნილი ისეთი ფორმატი, როდესაც ვერ გაიგებ ვინ არის საქართველოს რეალური ხელმძღვანელი, პოლიტიკური ხელმძღვანელი და ეს გამპირობებული იყო იმით, რომ თავიდან ჩადებული იყო ამ კონსტიტუციაში ეს მანკიერი ესე იგი ფორმულა, როგორც ჩანს, მაშინ ჭირდებოდა მაშინელ ხელმძღვანელობას, რომ ყოფილიყო ცოტა გაურკვევლობა და არჩევანის საშუალება ქონოდა მაშინდელ ასე ვთქვათ, მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. მე სხვა ახსნას ვერ მოგუძებნი იმ ბუნდოვანებას, რომელიც კონსტიტუციაში იყო. საკმაოდ ისეთი ავტორიტეტული ხალხი მუშაობდა ამ კონსტიტუციაზე და არ მგონია მათ გამომპარვოდათ, რომ არა პოლიტიკური ლიდერის დაჟინებული მოთხოვნა, ალბათ ესეთი კაზუსი არ იქნებოდა კონსტიტუციაში, როგორც არის დღეს. ფორმალურად ერთია სახელმწიფოს ლიდერი, რეალურად მეორეა, პრაქტიკულად მეორეა, მეორე თანამდებობა სახელმწიფოს ლიდერის თანამდებობა. ეს არის მე ვფიქრობ, რომ შეგნებულად გაკეთებული თავის დროზე და ამიტომ კონსტიტუციის გადახედვა საჭიროა. შეგნებულად სააკაშვილის ხელისუფლების მიერ თავის დროზე. ეხლა რა შეეხება მეორე კითხვას რაო? ანუ დააყადაღეს სააკაშვილის და სააკაშვილის ოჯახის წევრების ქონება, დღეს ცნობილი გახდა, რომ დააყადაღებული ასევე თემურ ჯანაშიას, პრეზიდენტის დასვლის ყოფილი უფროსის ქონება. როგორ ვფიქრობთ, თუნდაც აი გაეროში ვიზიტის კონტექსტში, როდესაც ხდება რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტის და მისი გარემოცვის, ყოფილი პრეზიდენტის და მისი გარემოცვის ქონებების დაყადაღება, ეს ხომ არ წარმოშობს იგივე საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეულ მოსაზრებას და ეჭვებს, რომ შესაძლოა პოლიტიკურ დევნასთან კონდეს საქმე? არა, ეს პოლიტიკური დევნის ფორმატი უკვე მყარად არის შექმნილი დასავლეთში ნაციონალური მოძრაობის და მისი მხარდამჭერების აქტიური მუშაობის შედეგად. ესეთი რამე არსებობს. დაყადაღებული ქონება არ არის რამოდენიმე თეატრი, დაყადაღებული 29 აგვისტოს, რამდენადაც მე ვიცი. მე უნდა გითხრათ, რომ გუში ვახტის სახალხო დამცველთან ერთ-ერთ ადამიანს, რომელსაც ასევე დაუყალდაღეს ქონება რამოდენიმე წლის წინ 2010-9 წლებში და პრაქტიკულად ყველაფერი წააგდეს. მე არ მინდა დავასახელო ეს ადამიანი, უბრალოდ მე მისი განუკლება არ ამიღია, მაგრამ თქვენ იცით ასეთი სერიოზული ქსელი არსებობდა სავაჭრო ბრენდი იყო საქართველოში, თბილისში, აი ამ ბრენდის პატრონი. და როდესაც აბსოლუტურად უკანონოდ თუ ეს კაცი დამნაშავეა, მაშინ უნდა დააპატიმრო, ხო, ვიზეს მე მაქვს ახლა ლაბორატორია. თუ არა და ქონებას ართმევ, დაყადაღებული კი არ იყო, წართმე საერთოდ. აიძულეს, რომ ხელი მოეწერა და ესე იგი მისი შვილების დაპატიმრების შიშით ყველაფერზე წავიდა ბუნებრივი ადამიანი. ხა მე არ მიკვირს, რა აქედან გამომდინარე ასეთი ტიპის
ქმედებები შეიძლება გამოყენებული იყოს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს შეაიდინა. რაც შეეხება ქონების დაყადაღებას, მე ქონების დაყადაღება იცი როგორ არის ქონების დაყადაღებაზე შეიძლება ვიკამათოთ კარგი ისტორია თუ არა საერთოდ, მაგრამ ის როგორი შეფასება მიეცა ამას პოლიტიკური ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ცალკე საკითხია პოლიტიკური დევნის ბინიდან გამოასახლებენ ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილს ასეთ ლაპარაკებიც იყო ვერანაირ გამოასახლებს ვერსაიდან ვერავის იმიტომ რომ ეს არის შეზღუდვა ქონების ფლობისა და არა ვთქვათ ჩამორთმევა და მე ჩვენ გვახსოვს უამრავი ფაქტი ჩამორთმევის მართალია კი მართალია მაგრამ აქ არის ესე ვთქვათ ნათქვამი ასეთი ფორმით თუ არ დააბრუნებს ჩვენ არ დააბრუნებს თუ არ დააბრუნებს ეს ყველაფერი პროცესია ანუ დღეს ვერავის ვერსაიდან ვერ გამოასახლეს მით უმეტეს ოჯახის წევრებს მით უმეტეს პატარა ბავშვს ყოველ შემთხვევაში აი ამ შემთხვევაში უკვე თქვა სხვა ტიპის რეაქცია მექნება მე პირად ეხლა არის შეზღუდულია ქონების ფლობის უფლება და ესე იგი არის არ ექვემდებარება თქვა დაქირავებას, გაყიდვას, ბავშვი ჩადებას და ასე შემდეგ. უბრალოდ მე სხვა რამესთან ამაქვს საქმე. როდესაც შენ უშვებ ასეთი ტიპის უკანონობას, რომელსაც თვითონ ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წევრი აღიარებს, რომ ჩვენ ეს არ უნდა გავეკეთებინა. ნუ გაგიკვირდება რომ შენ წინააღმდეგ გამოიყენონ სხვაშორის იგივე კანონი, რაც ნაციონალურ მოძრაობამ შექმნა თავის დროზე. ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი კანონის მიხედვით ქონება არა კონკრეტული პირის ესე იგი ყადაღდება მხოლოდ დევნის შემთხვევაში სამართლებრივი დევნის შემთხვევაში არამედ მისი ოჯახის წევრებისაც ეს ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი კანონია და ეს დევს ყოველთვის სამართლოს აქედან გამომდინარე ნუ გავიგიკვირდება რომ ეს კანონი შენ წინააღმდეგაც გამოიყენონ ერთ დღეს ნაციონალებს შეუძლიათ ნებისმიერი სიტყვა გააკეთონ როგორც პოლიტიკური დევნის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ დევნად მონათლე, მაგრამ ეს ასე არ არის სინამდვილეში. გასაკვირველია პოლიტიკური შემადგენელი არის ამ საქმეში, სხვანაირად არ შეიძლება რომ იყოს, მაგრამ ეს არ არის, ასე ვთქვათ, მთავარი. მთავარი არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელსაც უნდა გითხრათ ობიექტურად, რომ მე არ ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება ორიენტირებულია სამართლიანობის მასშტაბურ აღდგენაზე სამწუხაროდ. მაგრამ რაღაც ნაწილში ამ საქმეს აკეთებს როგორც ჩანს. არა რაღაც ნაწილში ვიღაცების მიმართ აკეთებს თორე სინამდვილეში მასშტაბურად რომ მივიდგეს ამ საქმეს უამრავი ადამიანია რომელიც წინა ხელისუფლების მიერ არის დაჭაგრული და ვერ აღუდგენია თავის მიმართ სამართალი კანონად არის დაჭაგრული ხას უსვა ბატონო მამაკო ჩვენ წლების განმავლობაში გვესმოდა საუბრები სააკაშვილის საურაცხე ქონებაზე და მილიარდებზე ეს არის მხოლოდ ეს არის ის ქონება რომელიც პროკურატურამ აღმოაჩინა თქვენი აზრით და რომელიც დააკადავა გასაკვირველი არ არის მხოლოდ ეს ქონება ხო მე მაქვს ძალიან ცივი საინტერესო ინფორმაცია არსებული ანგარიშების თაობაზე რომელიც არის განლაგებული სხვადასხვა ოფშორულ ზონაში მაგრამ უბრალოდ გასაკვირველია არ შემიძლია პირდაპირ თქვა ეს არის სააკაშვილის ქონება ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგროვებული ფული და ამ ფულის ნაწილი ევროპაში ტრიალებს მაგალითად ალბანეთში მაგრამ მის თქმა რომ ეს არის მანდამაინც სააკაშვილის ფულის სულ ყველაფერი მე ამის თქმა არ შემიძლია გამოდროებო მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმ ანგარიშების არსებობის მიხედვით რაც არსებობდა ჩვენ ვიცით რომ რიგი იდგა ხოლმე დასჯილი მეწარმეების კეისებით ხელში რომლებიც ფულს აბარებდნენ სხვადასხვა ანგარიშებზე და სხვადასხვა ფონდებში ამ ფონდებს ჰქონდათ ესეთი დასახელება როგორც იყო მაგალითად ჯარის დახმარების ფონდი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარების ფონდი და კიდე ასე შემდეგ, რაც არის ის თვისი დახმარების ფონდი. ახლა მაგალითად მე ერთი ეპიზოდი შემიძლია მოგიყვანოთ, არც არანაირ ფონდზე არ იყო ლაპარაკი. 8 სექტემბერს ომის დამთავრებიდან 2-3 კვირის თავზე ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელი დაიბარეს 8 სექტემბერს ღამით გადააფორმებინეს მას საწარმო და ის კაცი შემდგომში გაიქცა ავსტრიაში იმალებოდა მთელი 1-4 წლის განმავლობაში. გადააფორმებინეს საწარმო და კეზერაშვილის მეთაურობით მოხდა სამბავ კეზერაშვილის კაბინეტში და სხვა შორის
საწარმო გადაფორმების შემდეგ დილით ამ საწარმოს ანგარიშზე ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან დაჯდა $48 მილიონი. სად გაქრა მე ეს $48 მილიონი კაცმა არ იცის, მაგრამ აი ესეთი ეპიზოდიც იყო. ასე ხდებოდა თქვათ თანხების მოძრაობა იმ პერიოდში. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სულ და ახლა ამას ენაზვალი არ აქვს, ვისაც უნდა დაარქმოს პოლიტიკური დევნას, ისაც დღეს ხდება, ვისაც უნდა დაარქმოს სამართლიანობის აღდგენას. აი ეს არის უბედურება ჩვენი, რომ ვერაფრით ვერ მივაღწიეთ მყარ საფუძველს სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებისა. და ყველაფერს ამას აქვს ფრაგმენტალური ხასიათი და ზუსტად ამიტომ, რომ პოლიტიკური დევნაზე ლაპარაკის საშუალება ეძლევა მამას. თვითონ ნაციონალური მოძრაობიდან. პროკურატურასაც უნდა ქონდეს ეს ინფორმაცია, რამდენად შემჩნეულია, რაც შეეხება საიდან აქვს ეს ინფორმაცია თვითონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიდან საწყისში. და შემდეგ უკვე შეფეხალთაში არ დაიმალება, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი იყო ხშირ შემთხვევაში იარაღით ვაჭრობაზე, თქვენ იცით, რომ თრიას სახლის ანგარიში ეს ფაქტი მოყვანილი იყო თავის ანგარიშებიანად, რომელიც იყო ვირგინიის კუნძულებზე. ხო? ასე რომ ამაში საკვირველი არაფერი არ არის და უნდა ითქვას, რომ ესეთი ტიპის გამოძიება ჩაატარა სხვადასხვა უწყებამ და ეს გამოძიება ყველაზე საინტერესო ისე, რომ დღესაც გრძელდება. არა ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს მიმართ მხოლოდ, არამედ რამოდენიმე ქვეყნის მთავრობის მიმართ, ეს შემიძლია მხოლოდ სამი ქვეყანა დავასახელო, მაგალითად უკრაინა, საქართველო, ბულგარეთი და ზოგიერთი სხვა, რომლებიც ჩართულები არიან ამ საქმეში იარაღით ვაჭრობა, უკანონო იარაღით ვაჭრობას გულისხმობ და შესაბამისად უკვე საერთაშორისო სამართალდამცველი სტრუქტურებისთვის ცნობილია რამოდენიმე ათეულობით ანგარიში, რომელიც არის ესე იგი ოფშორულ ზონებში, განსაკუთრებით ვირგინიის კუნძულებზე, სოლომონის კუნძულებზე და ასე შემდეგ, სადაც ეს თანხები ლეკებოდა. მაგრამ ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. უბრალოდ მოგვწევთ, მათ შორის მეც არ აქვს საშუალება, რომ მთლიანად მთელი მასშტაბი ავნახოთ, ესე იგი შევამოწმოთ, განვიხილოთ აი ამ გამოძიებისა. ევროპაში მინერალ პროცესებს? ევროპაში ტრიალებს, მაგალითად ალბანეთში ტრიალებს სათამაშო ბიზნესში. ხო, სხვა ტიპის ბიზნესში შეიძლება, მე არ ვიცი, მე ვიცი სათამაშო ბიზნესში. მაგრამ ძალიან ხშირად საუბრობენ ბოლო პერიოდში გამოწვეულ კრიმინალურ სიტუაციაზე. ნაციონალური მოძრაობა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოცხადებასაც ითხოვს. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა მივიდეს თუ არა ჭიკაიძე პარლამენტში უპასუხოს დეპუტატების კითხვებს და როგორ შეაფასებთ ზოგადად ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ამ მიმართულებით? მდგომარეობა წავეა, მიუხედავად იმისა, რომ გაუთავებელი ლაპარაკია იმის თაობაზე, რომ წინა ხელისუფლების დროსაც იყო ასეთი კრიმინალური შემთხვევები და ასე ვთქვათ, იმალებოდა, ეს მეორე საკითხია. ჩემთვის პირადად მეორე საკითხია. კი, წინა ხელისუფლების დროსაც იყო კრიმინალური შემთხვევები და ეს ფაქტები შეიძლება იმალებოდა. მე ამაზე არ ვკამათობ. მაგრამ მე ვკამათობ იმაზე, რომ საკრული კრიმინალური ფონი შეიცვალა. საკრული ამნისტიის ის ფორმა, რომელიც მოხდა აი ამ ბოლო წლების განმავლობაში, არ იყო სწორი და არ იყო გააზრებული. საკრულია კრიმინალის დონე გაიზარდა. არ უნდა ამას ახლა ლაპარაკი, ეგ არ არის მთავარი. მთავარი არის რა მეთოდებით ხდება ამ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა და რამდენად ორგანიზებულია ხელისუფლება კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში. აი ეს არის ალბათ ლაპარაკი. მე ამის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთის მხრივ, რომ ხელოვნურად ხდება გაბუქვა სიტუაციის და მეორეს მხრივ სიტუაცია სერიოზულად არის არასასიამოვნო და კრიმინალს სჭირდება სერიოზული ყურადღების მიქცევა. ორგანიზებულ დანაშაულსაც, საყოფაცხოვრებო კრიმინალსაც და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება ერთგვარ ახალგაზრდულ პროცესზე, რომელიც არის თბილისში და ეს მუდმივია სხვადასხვა 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. ახალგაზრდები დაუნდობლად, გარკვეული ჯგუფები ახალგაზრდებისა დაუნდობლად ერჩიან ერთმანეთს, ხოცავენ, ჭრიან და ასე შემდეგ და ეს შურიზიების პროცესი გრძელდება დაუმთავრებლად. ეს უკვე რამოდენიმე კი არა, 20 წელია დაახლოებით, ზოგიერთ შემთხვევაში მართლა ძალიან დიდი ხანია გრძელდება. ამას სჭირდება პროფილაქტიკური მუშაობა და რაც ყველაზე მთავარია პროფესიონალიზმი. აი პროფესიონალიზმის სერიოზულ დეფიციტს ხედავ. მაგალითად მე. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ის კი არა გაიზარდა თუ შემცირდა. ჩემთვის ის არის მნიშვნელოვანი, რამდენად მომზადებულია ხელისუფლება ნებისმიერ გამოწვევის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ამ საქმემ გააჩინა მოსაზრება საზოგადოების ნაწილში, რომ ის მანკერი პრაქტიკა, რომელიც არსებობდა წინა ხელისუფლების დროს და მაშინაც ხშირად საუბრობდნენ, რომ ნარკოტიკების ჩადებით ხდება ადამიანების დაკავება, კვლავაც არის აქტუალური. იგივე ნანა კაკაბაძის განცხადება იყო, რომ არსებობს 72 კაციანი თუ არ ვცდები, დასვეთ ამ მეთოდებით უნდა მოახდინონ ამ ადამიანების დაჭერა. თქვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემას, რამდენად რეალურია დღეს ეს პრობლემა? იცი რა, რომ არ იყოს რეალური, ამდენს არ ელაპარაკებდნენ. მე პირადად შეხება ამასთან არ მქონია, მაგრამ ბევრჯერ მსმენია უკვე, რომ ნარკოტიკების ჩადების მეშვეობით ხდება ესე იგი სამართლებრივი აღიარების მიღება ან სამართლებრივად დამტკიცება საკუთარი ქმედების. ეს ისევ არაპროფესიონალიზმიდან არის გამომდინარე, სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ამის გამო ხდება ეს ამბავი. ალბათ ხდება, მე ამას ვერ უარყოფ ნამდვილად და არ იქნებოდა მაშინ ასეთი აჟიოტაჟი, რამოდენიმე ფაქტი არ დაემთხვეოდა ერთმანეთს. ეს ახლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააბრალოს რაღაცა პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ნამდვილად ეს ესეა. ხედავ რომ ასე ხდება და მე არ მინდა რომ ასე იყოს ნამდვილად, მაგრამ არ. ბატონო, ციხის თემა ისევ აქტუალური რჩება და ახლა შაბათს ეკაკოსტის გადაცემაშიც გავიდა კადრები, იცით რა მაინტერესებს მე პირადად თქვენი აზრით, ანუ წინა ხელისუფლების პერიოდშიც იყო ეს პრობლემა ციხის საკითხი, ეხლაც რჩება და როგორ ფიქრობთ, ანუ რა კონკრეტული ნაბიჯი შეიძლება უნდა გადადგას აი ამ ხელისუფლებამ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ციხეებში სიტუაცია მოგვარდეს და რაღაც ანუ დაბალანსდეს და არ იყოს მსგავსი ფაქტები, რაც ეხლა მესმის შეკითხვა, ჩემთვის რთული ამაზე პასუხის გაცემამდე, რომ მე არა ვარ ამ საკითხის მცოდნე. ესე იგი, თქვენ მეკითხებით, როგორ უნდა დალარდეს სიტუაცია, როგორ რეფორმებიდან გატარდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ რთული დაპასუხოა, ჩემთვის მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემ, მაგრამ არც მაშინ და არც დღეს მთლად ჯანსაღი მდგომარეობა რო არის ციხეში, ასაკურველი ფაქტია. შედარება არ არის იმისა, რაც იყო. ახლა ეგ კონსტიტუციის გადაცემაში ფაქტები იყო, ასე ვთქვათ, რეალური, მაგრამ აღრეული დროში, ხო? ну ასე კომპილაციით ნებისმიერი გადაცემა შეგიძლია გააკეთო, ხა მე როგორც ყოფილი ჟურნალისტი ასეთი რამ არა, ჩემთვის ეს რთული მისახვედრი არ იყო მართალი. ობიექტურად რო გითხრათ, რასაკვირველია ციხეში არ არის ჯანსაღი მდგომარეობა, განსხვავება ძალიან დიდია წინასა და დღევანდელს შორის, მაგრამ მაინც. და როგორი რეფორმები უნდა ჩატარდეს, მე მაგას ვერ გეტყვი. არ ვიცი, იმიტომ რომ ამ ყველა საქმეს უნდა ყავდეს თავის პროფესიონალი. ჩვენი უბედურება ისე რომ ყველაფერზე ლაპარაკობს და ყველაფერი იცის. მე არ ვიცი. ერთი რამე მინდა უბრალოდ მე მინდა ერთ რამეზე გავამახვილო ყურადღება იმ კითხვებიდან, რომელიც თქვენ დასვით. და ხაზგასმით მინდა ეს თქვა. დღეს საქართველოს საერთოდ არის ჯანსაღი მდგომარეობა. მე ვხედავ, რომ პროცესები ორიენტირებულია იმაზე, რომ რაც შეიძლება მოხდეს სერიოზული დეზინტეგრაცია, როგორც საზოგადოებრივი მდგომარეობის, ისე ხელისუფლებას საზოგადოებას შორის, ისე ხელისუფლებას და პოლიტიკურ ძალებს შორის, და ისე ადამიანების ფსიქიკაში. ეს პროცესი ძალიან დიდი წარმატებით მიყავს ოპოზიციურ ძალას და უნდა ითქვას, რომ თვალსაზრისით ხელისუფლება აბსოლუტურ უნიათობას იჩენს. ხელისუფლებას არ შეუძლია თავის შექმნილი პროდუქტი საზოგადოებამდე მიიტანოს, ეს არის ძალიან ცუდი. კეთდება თუ არა რა, რაღაცა. ეს არის ხალხის გადასაწყვეტი ხელისუფლების მხრიდან, დადების გულისხმობ. მაგრამ ხალხი ამას ვერ აღიქვამს ხომ, რომ ხალხი არ არის ინფორმირებული. ეს არის ძალიან ცუდი მოვლენა. ასეთ უნიათო, ასე ვთქვათ, ვითარებაში მე ვერ წარმომედგენია, რომ დღევანდელი ხელისუფლება იქნებოდა და ეს არის ჩემი სერიოზული გაღიზიანების საგანი. მეორეს მხრივ, ოპოზიცია არის უაღრესად ამ შემთხვევაში ნაციონალურმა ძროხამ უაღრესად ორგანიზებული, ორიენტირებული იმაზე, რომ წარმოაჩინოს მდგომარეობა კატასტროფულად ქვეყანაში. მდგომარეობა არ არის კარგი, მდგომარეობა არ არის მარტივი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არის პერსპექტივები. აი ეს მინდოდა. აი ხა მაგალითად დავიღოთ ერთი რამ, მე როგორც ჩემთვის როგორც კონფლიქტოლოგისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ სამონტოფო შენდება რუხთან. აი ამაზე რამდენი წელი ვიბრძოდი, თქვენ ვერ წარმოიდგინეთ. და დამთავრდა ყველაფერი იმით, რომ ერთი პაწაწუნა სიუჟეტი გადაიცა საინფორმაციო საშუალებებში, არც ვიცი ყველაში გადაიცა თუ არა, მე მომბეში ვნახე, მაგრამ სხვაგან არ მინახავს. და დამთავრდა ამით თელი ამბავი. ეს არის უზარმაზარი საქმე. თან ვიცი, რომ მუშაობა დაწყებულია უკვე.
საქმეს, რომელსაც შენ თვითონ აკეთებ და ვერ აგებინებ ხალხს, რომ ეს ესეა. ბევრმა ჩემმა ანაცნობამ და ახლობელმა მაგალითად მითხრა, რომ მე აი ტრავმა მომივიდა ქუჩაში, ხელი წავიქეცე და ხელი ვიღრძე. მეორე მითხრა, რომ ცუდად გავხდი და სასწრაფო მომაკითხა და რომ მიმიყვანეს საავადმყოფოში, ფული არ გადამახტევინეს. და გაკვირვებულები იყვნენ და ის რომ ეს შემუშავებული ეს ერთგვარი მეთოდოლოგია კი არის თქვა წესი შეიმუშავა ხელისუფლებამ რომ урგენტული დაავადება კურნალობა უნდა იყოს უფასო და არ ხდება ისე რომ საავადმყოფოში მიმღებში ადამიანები იწვენ სისხლის განიცლებოდნენ და ვიდრე ფულს არ გადაიხდე არ მოგეშველებიო ესეთი რამე რო არ ხდება ხალხმა არ იცის აი ასეთ რამეზე ვლაპარაკობ ეხლა ორი მაგალითი მოგიყვანეთ მაგრამ ორივე სამედიცინო სფეროდან არის მაგრამ სხვა რამეც ხდება ამ დაგვარ ხო, ამაშია საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ესე იგი, ხელისუფლებამ არ უნდა გაუწიოს თავის თავს რეკლამას. მე კიდევ ვთვლი, რომ რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობა, ასე თქვენ პიარს უწოდოთ, არის სხვადასხვა რამე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას აკეთებს ხელისუფლება. ამ შემთხვევაში არ მაქვს ლაპარაკი, აი ესეთ პიარზე იმგაგებით, როგორიც ასე ვთქვათ, მიღებულია ჩვენ დღევანდელ ყოფაში. მე ამბობ უბრალოდ, რომ ხელისუფლება ვალდებულია ხალხს გააგებინოს რა გააკეთა. კარგი გააკეთა და ცუდი გააკეთა. სულს რასაკვირველია დამალოს, მაგრამ კარგი მაინც მიიტანე, ხო? გააგებინე რა შეასაკეთე. ეს უბრალოდ მე მაფიქრებინებს რას, რომ ის კი არა რომ იმათ არ უნდათ, ის რომ უნიათოები არიან. არ შეუძლიათ. და ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ როცა ორგანიზაციული სისუსტე გაქვს რაღაც სფეროში, ესე იგი ორგანიზაციული სისუსტე გაქვს ბევრ რამეში კიდე პლუს. და სისტემას ვერ შექმნის. სისტემა, სახელმწიფო მართვის სისტემა, ძალიან მნიშვნელოვანი თემა.